მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ დიზაინერ რუსუდან უსუფაშვილს, რომელიც ტრადიციულ და თანამედროვე სამოს აქსესუარებს, ტრადიციულ კაბებსა და ჩოხებს ქმნის. როგორც მატყობინებენ ხაზი არის, ქალბატონი რუსუდანი, მოგესალმებით, გესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით, დიახ, მესმის. დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობაც და დრო გამონახეთ ჩვენთვის. დავიწყოთ საუბარი, მოგვიყევით თქვენ შესახებ, საიდან ხართ, რას აკეთებთ, როდიდან დაიწყეთ ეს საქმიანობა და რა მოგცათ ბიძგი, რომ ამ მიმართულებით დაწყებული საქმიანობა გაგაგრძელებინეთ. მე ვარ რუსუდან უსუფაშვილი, წარმოშობით ვარ ქიზიყიდან. მას უბატონო ქვეყანას უწოდებდნენ, რადგან აქ სული ყოველთვის თავისუფალია, ტრადიცია არის მტკიცე, ხოლო სილამაზე ადამიანის ხელით შექმნილი. ამიტომ მე გავყევი ხელოვნების გზას. ჩემი საქმიანობა ეხმიანება ხალხურ რეწვას, ვქმნი ტრადიციულ სამოს, რომელიც ინახავს ოსტატების ხსოვნას და ასევე თანამედროვეობაში ხელახლა იბადება. ეს საქმიანობა ბავშვობიდან მიტაცებდა, თუმცა სერიოზული სახე მიეცა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე დამიდგა გვერდით და ჩვენი შემოქმედება ვაქციეთ ოჯახურ საქმეს. გასაგებია. აი, რას აკეთებთ ძირითადად და რითია გამორჩეული თქვენი ნამუშევრები სხვა მსგავსი ნამუშევრებისგან, ამაზე ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ. ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ ჩოხებს, მუშაობ ჩოხებზე, თუმცა ჩვენ გამორჩეულები ვართ განსაკუთრებით იმით, რომ ვქმნით ხევსურულ ნაქარგობას. თითოეული ესკიზის შექმნისას ძალიან დიდ დროს ვუთმობ მას და ვცდილობ რომ გამოვიდეს განსხვავებული, განსაკუთრებული, ორიგინალური. ჩემს ხელწერას ცნობენ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რადგან მაქვს განსაკუთრებული ფერთა შეხამება, ორნამენტთა წყობა. რაც ვფიქრობ, რომ გამოარჩევს სხვა მსგავსი ნამუშევრებისაგან ჩემს ნამუშევრებს. გასაგებია. აი, როგორ ყიდით ნამუშევრებს სამოს, ამაზე რომ ვისაუბროთ და მოთხოვნა ძირითადად რაზე არის? ძირითადად ონლაინ გაყიდვები გვაქვს, რეკლამებს ვანთავსებ სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე, რაც ძალიან კარგად მუშაობს საქართველოშიც და საქართველოს საზღვრებს გარეთაც. განსაკუთრებულად მოსწონთ ხევსურული ჟილეტი, რომლის დაახლოებით 100 ვერსია მაქვს უკვე შექმნილი. და გამოწვევებზე რომ ვისაუბროთ, აი რა გაქვთ ამ კუთხით გამოწვევები და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოგვარდეს და აი რა უნდა გააკეთოთ, ასე ვთქვათ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო მეტი ნამუშევარი შექმნათ და მეტი ნამუშევარი გაყიდოთ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო მეტმა საზოგადოებამ გამიცნოს, გაიგოს ჩემი მუშაობის შესახებ. და რაც მთავარია, დააფასონ ეს შრომა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს საქმიანობა ძალიან შრომატევადია, ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და აუცილებლად დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი კულტურის შენარჩუნებაში შეაქვს რაღაც პატარა წვლილი მაინც. გასაგებია, ფაქტობრივად აი კახეთის რეგიონში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ხართ, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს და აი ტრადიციულ სამოს კერავს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოხდეს აი ამ ხელსაქმის, ამ საქმის პოპულარიზაცია, თქვენი აზრით, აი რა უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გააკეთოს ეს და უფრო მეტი ადამიანი საქმიანობდეს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, მეტი დაინტერესება უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდანაც, უნდა იყოს დაფინანსებები აუცილებლად ამ მხრივ, უნდა იყოს გამოფენები, ოღონდ ისეთი გამოფენები, რომელიც იქნება სწორად ორგანიზებული და გათვლილი იქნება ისეთ აუდიტორიაზე, ვინც მართლაა დაინტერესებული. სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გამოფენების ტყუილი ფუჭი დროის კარგვაა. და ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ თქვენს ნამუშევრებზე, აი რატომ არის უნიკალური და რომ ჩამოგვითვალოთ, აი სხვადასხვა სახეობის, ანუ რა სახეობის ნივთებს ამზადებთ, ეს არის ქუდი, ზედა, თუ აი რას აკეთებთ ამაზე რომ ვთქვათ და ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ, აი რატომ არის გამორჩეული თქვენი ნამუშევრები სხვისგან. ვამზადებ ხევსურული ნაქარგობიდან ქალის სამოსელს, ქათიფს, ქოქროქვია. ასევე ვამზადებ მამაკაცის პერანგს, ტალავარს. სხვადასხვა ფორმის, სტილის ჟილეტებს, ვცდილობ ცოტა თანამედროვე შტრიხებით შევიტანო, რომ ყველანაირ გემოვნების ადამიანს მოვარგო. რა თქმა უნდა, ხევსურულ ქუდებს, გულისპირებს, სხვა ჩანთებს,
ყელსაბამს, სამაჯურს და სხვა წვრილმან დეტალებს. ვცდილობ ყველანაირი სახეობა დავამზადო. გასაგებია. და თქვენი აზრით, აი წეგან ახსენეთ და ამაზეც რომ ვისაუბროთ, აი რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის გამოფენებსა და აქტივობებში მონაწილეობის მიღება და თქვენ თუ იღებთ ამ აქტივობებში მონაწილეობას და როგორ აისახება ეს თქვენს, ასე ვთქვათ, ცნობადობაზე და გაყიდვებზე? სიმართლე გითხრათ, დიდათ არ ვიღებ მონაწილეობას გამოფენებზე. მიმიღია, რა თქმა უნდა, მონაწილეობა, მაგრამ ცნობადობა არ მოუტანია ჩემთვის. ამიტომ უფრო ვცდილობ ონლაინ პლატფორმებზე მქონდეს რეკლამები და აქედან გავაცნო საზოგადოებას ჩემი თავი. გასაგებია, სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, ამ მიმართულებით ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ, აი რას გეგმავთ და რის გაკეთებას აპირებთ სამომავლოდ, რომ უფრო, ასე ვთქვათ, ცნობადი იყოთ და უფრო მეტი გაყიდვები გქონდეთ. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მე ორი პროექტი მოვიგე აწარმოე საქართველოსი, რომელმაც დამაფინანსა ყველანაირი ინვენტარით. მაქვს სახში ყველანაირი დანადგარი, მანეკენები, ну რაც საჭიროა ამ საქმიანობისთვის, ასევე მყავს რამოდენიმე ადამიანი დასაქმებული, თუმცა არ მაქვს საწარმო, სადაც ამ ყველაფერს განვათავსებ, ერთად მოვუყრი თავს და უკვე სერიოზულ სახეს მივცემ. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ აგვეშენებინა ჩვენი საწარმო, რათა უფრო მეტი ადამიანი დაგვესაქმებინა, ჩვენ უკვე დავიწყეთ აშენება და ძალიან მალე იქნება დასრულებული და ჩვენ საქმიანობას მიეცემა უფრო სერიოზული სახე. გასაგებია. აი რაც ასე ვთქვათ, მასალებს, რომელსაც იყენებთ მუშაობისას, სად ყიდულობთ, ანუ გააქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოთ თუ გიწევთ სხვა სიტყვაზე, მაგალითად თბილისიდან ჩამოტანა, ან საიდანმე გამოწერა. აი ამ მიმართულებით როგორ საქმიანობთ და რა გამოწვევები გაქვთ? ამ მიმართულებით ვერ ვიტყვი, რომ კარგად არის საქმე, იმიტომ რომ მიწევს თბილისში ჩასვლა თითოეულ შეკვეთაზე, იმიტომ რომ სხვადასხვა სახის მასალა სჭირდება თითოეულ მომხმარებელს. ვისურვებდი თელავში იყოს რაიმე მაღაზია ისეთი, რომ იყიდებოდეს შესაბამისი პროდუქცია. არის პატარ-პატარა მაღაზიები, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ძალიან მეშლება ხელი ამ მხრივ. უფრო მეტად ვიქნებოდით განვითარებული თუ გაითვალისწინებენ ამ თხოვნას და გახსნიან შესაბამის მაღაზიას. გასაგებია და რამე კითხვები ამოვწურეთ, მაგრამ რამეს ხომ არ დაამატებთ, რაც თქვენ გსურთ ამ მიმართულებით, გაქვთ შესაძლებლობა რომ მიმართოთ თქვენს, ასე ვთქვათ, აუდიტორიას. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, მეტი დაფასება, იმიტომ რომ ჩამოვედი ქიზიყიდან და ვცდილობ ახმეტა ვასახელო, ახმეტის რაიონი. მეტი არაფერი. დანარჩენი მე ჩემი საქმე მიყვარს და არ ვაპირებ გაჩერებას. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის. მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ვესაუბრებოდით დიზაინერ რუსუდან უსუფაშვილს, რომელიც ტრადიციულ და თანამედროვე სამოს აქსესუარებს, ტრადიციულ კაბებსა და ჩოხებს ქმნის. მე კი მაყურებელს ვემშვიდობები მომავალ შეხვედრამდე.